ძირითადად რა კვლევები ტარდება გულის პათოლოგიის გამოსავლენად. მოსახლეობაშიც ხშირად გამიგია რომ კარდიოგრამას ვიღა იღებსო იქ რა უნდა გამოჩნდესო და მე დამეტაკეთ და დამიწერეთ და სიგარეტს არ ვეწევი 24 წელია. ძალიან ჩვენ ინფარქტი რო გაგვიგვია, ინფარქტი გონია რომ მარტო გულია. მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ ჩვენ მორიგ პოდკასტს ოთარი ექიმო. მე შეგახსენებთ რომ თვალის კლინიკა აილაინია ჩვენი სპონსორი, სადაც უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ შეგიძლიათ სათვალე მოიხსნათ და არა მხოლოდ. ვიფიქრეთ დღეს რა თემაზე გვესაუბრა და გადავწყვიტეთ რომ ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნებოდა გული, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მე ასეც ვიტყოდი ჩვენს ასე ვთქვათ ორგანიზმში და ჩემი სტუმარია, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, თავის საქმის პროფესიონალი, კარდიოლოგი, ტახტის აზნაური ბატონო ჩემო გიორგი ბრეგაძე. როგორ წარგადგინე? ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაღალ დონეზე. მოგესალმები გიორგი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს, ძალიან ბევრი პაციენტი ყავს ხო, მე ოფიციალურად მინდა მოგილოცო შენი კლინიკა კაპილარის გახსნა. გიორგის თავის კარდიოლოგიური. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. თავის კარდიოლოგიური კლინიკა აქვს და მოკლედ ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს მას, თავის ძველი პაციენტები, ახალი პაციენტები მოკლედ და აგრძელებს. ძალიან პატარები ვარ. ჯერ პატარები ვარ. მიუხედავად იმისა რომ პატარა ერთი წელი გავიდა, ხო? წელიწად ნახევარ. არა უშავს, ნელ-ნელა სულ უფრო და მეტი იქნება. ერთი სწავლობით მივდივარ წინ. კარგი, მოდი ახლა ჩვენ ნახე მე სულ ვეუბნები ჩემს სტუმრებს რომ ანუ არ გაგიკვირდეთ თუ ექიმი კაცი დავსვავ შეკითხვას ისეც რომელიცაც დაუშვათ რომელიც ექიმა არ უნდა დაასვას. ნახე ექიმი ხარ და რას მეკითხები ახლა არ გაგიკვირდეს, იმიტომ რომ მე ამ პოდკასტში ვარ ხალხი რომელიც გვიყურებს და ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურებს, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ანუ რაც მათ აინტერესებთ, მე ის შეკითხვები უნდა დავსვა და პოპულარულ ენაზე და შენც მოგეთხოვება რომ მაქსიმალურად პოპულარულ გასაგებ ენაზე, რომ ძალიან რო არ ჩაუღმავდეთ სამედიცინო ტერმინოლოგიას და ასე შემდეგ. თუმცა ნუ მაგასაც გვერდს ვერაუვლით თავისთავად. მოდი ასე დავიწყოთ რა. ანუ ახლა გული რომ მნიშვნელოვანია, ამაზე არ მოგაცდენ და არ გალაპარაკებ მოკლედ ამ თემაზე. ეს ყველამ კარგად ვიცით. მოდი დავიწყოთ რა ძირითადი მიზეზები ჩამომითვალე შენ მე. რამაც შეიძლება რომ გულის სხვადასხვა პათოლოგია გამოიწვიოს. მოგესალმებით ბატონო ჩემო მეგობარო, ჩემო კარგო მეგობარო, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. და მინდა გისურვოთ წარმატებები თქვენ საქმიანობაში და ძალიან ბევრი მხარდაჭერი გულშემატკივარი და მნახველი. რაც შეეხება ახლა გულის დაავადებას და მის წარმოშობის მიზეზებს, ჩემოთ არის ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი მიზეზია, მაგრამ პირველი მაინც რაც უცბად გაახსენდება ადამიანს, ეს არის არტერიული წნევა, ჰიპერტენზია, მომატებული არტერიული წნევა, მომატებული წონა, ადინამიური ცხოვრება და შესაბამისად ლაბორატორიული ცვლილებები, მაგალითად ლიპიდური სპექტრი, აი ქოლესტერინის რო ვეძახეთ, ქოლესტერინის ტრიგლიცერიდები, აი ეს არის პირველი ის. მეორე შემთხვევა, მეორე პრობლემა, რაც იწვევს გულის დაავადებებს, ეს არის სხვა გვერდის დაავადებები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი. ესე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ პირველადი დაავადება არის სხვა და ეს რთულდება მერე გულის არა, შაქრიანი დიაბეტი ამწვავებს შემდეგ გულის პათოლოგიებს და იწვევს გულის დაავადებებს. შაქრიანი დიაბეტი არის ერთ-ერთი მიზეზი, იმიტომ რომ ის მოქმედებს გულის ზოგადად სიძარღვევზე, განსაკუთრებით მიკროცირკულაციაზე, რომელიც ასევე იწვევს არა მარტო გულის, არამედ სხვა ორგანოების დაზიანებასაც და ერთ-ერთი ფაქტორი რა თქმა უნდა გულია. აი ეს არის ძირითადად არასწორი ცხოვრება, რეჟიმი, კი ვახსენე და აი ეს ბევრი მიზეზი. თამბაქო, ალკოჰოლი? რაც შეეხება თამბაქო, ალკოჰოლს, რა თქმა უნდა, ხა რომელი ექიმი იტყვის, რომ თამბაქო და ალკოჰოლი კარგია და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზომიერად ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით ხა ქართველები ვართ და ღვინის ქვეყანა ვართ, ბოლო ჩვენ მივეცეთ ცივილიზაციას, ზომიერად ყველა შეიძლება. ოღონდ რა თქმა უნდა უზომოდ ეს არის. კარგი, მოდი მაშინ მითხარი, აი არტერიული წნევაო თქვი შენ, ანუ ჰიპერტენზია, მაღალი არტერიული წნევა. აი რატო იწვევს გულის პათოლოგიას, ანუ რა პროცესი ხდება მაგ დროს?
იცით რა ხდება? არტერიული წნევა თავისთავად იქნება მაგის შექმნაში მონაწილეობს ორი ორგანო, ხო, გული და სიძაღლე. რაც უფრო შეუწყვილება სიძაღლე, მეტი ძალა ადგება გულსო გადალახოს ეს წინააღობა, რომ გაატაროს სისხლი და მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს და შესაბამისად გული მუშაობს დატვირთვით. ამავე დროს შევიწროებული სიძაღლე ვერ აწვდის იმ საკმარის რაოდენობა სისხლს, რომ გულმა იმუშაოს თავისუფლად და შესაბამისად იქნება მანკიერი წრე. ანუ და გულს აკლდება ჟანგბადი, ის ვერ მუშაობს და აქ შეიძლება გამვითარდეს გულის იშემებრი პროცესები, რაც შეიძლება დამთავრდეს მე იმპაქტით, ხო? ეს ძალიან ფართოდ არის მოსახლეობაში, ასე ვთქვათ. და აი დაუშვათ ზედმეტი წონა ადინამიური ნაკლებად მოძრაობა, ხო, ნაკლებად მოძრავი ცხოვრება. ზოგს ახლა სამსახური აქვს ისეთი, რომ აი უწევს ხო მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და ეს არა მარტო გულისთვის, ანუ ზოგადად სიძარღვებისთვის არ არის კარგი, ხო? აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ გულში რა პროცესი მიმდინარეობს აი ადინამიურობის დროს? ზუსტად ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩემოთარი რომ მაშინ არ ხდება ეს თვითონ ეს წონა, ვისაც ახასიათებს, ხო, აქ შესაბამისად მაღალი ლიპიდური სპექტრი. ეს ლიპიდური სპექტრი უფრო არის რისკი იმისა, რომ შეავიწროს სიძარღვე, ან წარმოშოს ფოლაკები და ასე შემდეგ. და ეს იწვევს უკვე ასევე აი ამ შევიწროებული სიძარღვე იწვევს არტერიული წნევის მატებას. კარგი, ქოლესტერინი ახსენე შენ და აი მოდი ახლა მაქსიმალურად პოპულარულ ენაზე რო ავხსნათ, ანუ რა არის ეს ქოლესტერინი? ამიტომ ქოლესტერინი ხო საჭიროა ორგანიზმისთვის, ხო? აუცილებლად, ანუ ეს არ არის რომ საერთოდ არ უნდა იყოს, ხო? და ანუ რა ხდება აი მაღალი ქოლესტერინის დროს, რატო არის ეს რისკი? რატომ არის რისკი და ეხლა მე გეტყვით, ეხლა თავარი გულსიზარღვთა დაავადებაში თავარი პრობლემა ის არის, რომ ზიანდება სიძარღვის ენდოთელიუმი. აი ენდოთელიუმის დარღვევის შემთხვევაში ადვილად ლაგდება იქ ქოლესტერინის მატების შემთხვევაში ადვილად შეიძლება ჩალაგდეს აი ეს ქოლესტერინის ფოლაკები. რომელიც იწვევს სიძარღვის შევიწროებას და შესაბამისად მე ვითარდება უკვე ისე, იმიტომ რომ შემდეგ ეს ფოლაკი წყულდება, მე შეიძლება დაწყვეტილი ფოლაკი ვულკანებით ამოიფრქვეს და ამან გამოიწვიოს მე აი ეს განაფრქვევით გაჭედოს ეს სიძარღვები და გამოიწვიოს ისემი დაავადება. ანუ რა არის, როცა სისხლის მიმოქცევა იშლება, თავარია რომ სისხლის სიძარღვის გამტარებლობა თუ დაირღვა, მაშინ ვითარდება ისემი პროცესები. ეს არ არის მარტო გულში, ნებისმიერ ორგანოში შეიძლება ტვინი იყოს, შეიძლება თვალი, ღვიძლი, თბილტვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარია რომ ეს არ მოხდეს. ანუ ჰიპოქსიაში მიდის და ისემია. და თავისთავად ახლა ქოლესტერინი აუცილებელია, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის დაბალი ქოლესტერინი, ახლა არის კვლევები ხანდახან შეიძლება ისეთი კვლევები იყო ახლა, რომ შეიძლება სუიციდამდეც მიიყვანოს ადამიანს, ნერვულ დაავადებებს იწვევს და ასე შემდეგ. დაბალი ქოლესტერინი არის ახლა თეორიული მოსაზრება ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ ალცგეიმერთან კავშირშიც არის ეს დაავადება, მაგრამ მაღალი მოგეხსენებათ უკვე იწვევს გულსიზრღვთა დაავადებებს. ამიტომ არსებობს ეს ლაბორატორიული კვლევები, რომ ექიმმა მართოს ეს, რომ კონდეს ნორმალურ დონეზე, იმ დონეზე, სამიზნე დონეზე დაყენებული ეს ქოლესტერინის და საერთოდ ეს სპექტრი, რომ არ გამოიწვიოს არც იშემური დაავადება და არც ნევროლოგია და არც გულსიზრდვა. ნახე, აი ახლა რა მინდა რომ გითხრა. მე პირადად აი მქონია შემთხვევა პაციენტებში, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებში, ხო? აი პირობითად რა, ავიღოთ დედა ჩემი რომელიც შენი პაციენტია და ასე ამბობს რომ გიორგის გადაუგზავნე, ანუ არა აქვს მნიშვნელობა გულიში აწუხებს, თავბრუ დაეხვევა, სიცხე აუწევს თუ დააცემინებს, ყველაფერზე გიორგის გაიძახის, ანალიზები გიორგის გადაუგზავნე. მოკლედ, დედა არის სულ 60 კილო, აი მთელი ცხოვრება იყო გამხდარი ფორმაში, ფეხით დადის ძალიან ბევრს, მიუხედავად იმისა, რომ 80 წლის არის, მაგრამ შენ კარგად მოგეხსენება, ყოველთვის აი ამ ქოლესტერინის, ანუ ლიპიდურ ანალიზს რო იღებს, ლიპიდურ ანალიზს, ყოველთვის მაღალია ქოლესტერინი. და მეორე უკიდურესობა. ჩემი ძმა, მოგეხსენება, რამხელა, ყოველთვის ნორმაში აქვს ქოლესტერინი. აი რა ხდება ამ დროს? ეხლა როგორ არის, ბატონოთარო, ძირითადად პროცენტულად, რაც უფრო წონა აქვს ადამიანს, პროცენტულად რა თქმა უნდა მეტი არის ქოლესტერინის დონე ორგანიზმში და სხვა ესენი ფრაქციებიც იქ ტრიგლიცერიდებია, დაბალი სიმკვრივე, მაღალი სიმკვრივე და ასე შემდეგ. და გამხდრებში შედარებით ნაკლებად, მაგრამ თუ გამხდრებში ჩვენ გვაქვს მაღალი ქოლესტერინი, ეს უკვე არის გენეტიკური, ეს არის ოჯახური ქოლესტერინის ეძახიან და არის დამოკიდებული გენეტიკაზე. ნუ შეიძლება ადამიანი იყოს საქმეში გამხდარი, მაგრამ მაღალი დონე ქონდეს ქოლესტერინის. ხო, ანუ ეს არ არის გასაკვირი. ეს ოჯახურია, დიახ, ეს გენეტიკური. ანუ გენეტიკური. ოჯახის ოჯახით. აუცილებლად უნდა კითხო ინფექციურ დაავადებებზე.
ანუ ინფექციური ანთებით პროცესებზე უფრო სწორად, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციური, ასე ვთქვათ, დაავადების შედეგი და მეორადი დაზიანება გულის. აი პერიკარდიტები მაგალითად, პერიკარდიუმში სითხის ჩადგომა. ერთხელ უსმინე, არ ვიცი, რამდენად მართალია, რომ მოუწესრიგებელმა პირის ღრუმაც შეიძლება გამოიწვიოს პერიკარდიტი. ხო, აი ამაზე მოგვიყევი რა. არაფერი, უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი ინფექციური პროცესები, რომელიც ანთებასის სისხლით მიდის განსაკუთრებით ეს პროცესები, ეს ინფექციური პროცესები აზიანებენ სარქლოვან აპარატს და იწვევენ სარქველებს და სარქლოვან აპარატს და იწვევენ ამა თუ ამ სერიოზულ გართულობას, რომელიც ხანდახან თავდება ოპერაციული ჩარევით, მანკებს და ასე შემდეგ და ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული პროცესები, შეიძლება იყოს ვირუსული პროცესები, ამიტომ არის რომ ზოგადად ნებისმიერი ვირუსული პროცესი უნდა ვერიდოთ, იმიტომ რომ იმან შეიძლება ნებისმიერ დროს გართულება მოგცეს თქვათ გულის მხრივ. ეხლა ჩვენ მაგალითად ადრე როგორ იყო იცით, აი ბავშვები რომ ცივდებოდნენ, ჩვენი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, რომ აი ფილტვების ანთება არ დაემართოს და ეს არ მოხდეს ესე და აბა ანტიბიოტიკი, აბა ეს არავის არ ქონდა ფიქრი იმაში, რომ იგივე ეს პროცესი შეიძლება წასულიყო ანთებითი პროცესი როგორც ფილტვში შეიძლება წასულიყო გულშიც, ხო? მაგრამ ამას ხო არავინ არ წეხოთი ამოწმებდა მაშინ ხა ჩვენ ბავშვობაში მეტ უმეტესად იყო ესა. ხო და მე ავტომატურად როცა ღებულობდნენ ანტიბიოტიკებს, პროცესი რომ თავდებოდა, თქვა ფილტვებში ჩამთავდებოდა ეს ანთებითი პროცესი, თუ იქნებოდა ის იქაც ალბათ ესე თავდებოდა და მე როგორ ანუ იქაც მუშაობდა კი და მე მაგალითად იყო შემთხვევები რომ მე რაღაც ეხოს გაკეთების წლების მერე აქ რაღაცა პროცესები იყო ანთებითი და ჩვენ გაგვახსენდება რომ შეიძლება ადრინდელი პროცესი იყო წლების წინ განვითარებული რომელიც ისე ჩაქრა ავტომატურად როგორც ფილტვების ანთება. ხო, მაგრამ სიმპტომატიკა არ იყო არა, ანუ ფილტვის ანთებას ძალიან მკვეთრი სიმპტომატიკა აქვს. ხო, ისეთი მე იმას არ მომბობ, რომ ეხლა ისეთ დამძიმებული იყო და ეხლა პერიკარდში იმდენი სითხე დაგროვებული იყო, ან სარქლოვან აპარატი ისე შეეცვალა, რომ გულის უკმარისობა წამოსული იყო, ან საშიშროება გულის ტამპონატის და ასე შემდეგ. მაგრამ მე მომცირე ანთების პროცესებს, რომელიც ისევ მალევე ჩაივიდა როგორც ფილტვების ანთება. ერთმა დაიფაროს ეხლა თუ რაღაცა ესე რთულდებოდა, მაშინ რა თქმა უნდა, სხვა იმასაც მიმართავენ ზომეს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა არის კიდევ, რომ აი გულის უკმარისობა ესეთი პერიკარდიტები და ენდოკარდიტები მიმდინარე პროცესებს თავიდან რატომღაც უკავშირდებენ ფილტვების დაავადებასთან და რატომღაც მიდიან ფილტვებს კურნალობიდან, გონიათ რომ ეს უკმარისობა და ეს გამომდინარეობს ფილტვებიდან და იწყება ამ ფილტვებზე კურნალობა და სინამდვილეში პროცესი და მიზეზი მაინც არის გული. გასაგებია. ანუ აქ ზღვარი როგორ უნდა გავავლოთ? ანუ ამას მივშო პულმონოლოგი აკეთებს თუ კარდიოლოგი აკეთებს? კარდიოლოგი აკეთებს და ორივე ერთად, მაგრამ ამ კვლევები ტარდება. თუ ეხლა ეჭვში აქვს ეხლა კარდიოლოგთან მივიდა და მან გამოიკვლია გული და გულზე არ არის ისეთი პროცესები, მაშინ ფიქრობს რომ მოდი აბა პულმონოლოგიური პრობლემები ხო არ არის და პირიქით როცა პულმონოლოგი ხედავს რომ ფილტვებში არ არის ისეთი პრობლემა, მაგრამ ადამიანი ამ სუბიექტურად არ შემიძლია მალე ვიღლები ორნაბის გადავდგამ ცუდად თავარ ისე, მაშინ ქოშინი მაქვს პულმონოლოგი ხდება რომ აქ ფილტვი კი არა, უკვე გულზეა ლაპარაკი და გულიც უნდა მიეხედოს და ამიტომ აგზავნის კარდიოლოგთან და შემდეგ კარდიოლოგი მართავს. კარგი, ვიცი რა მითხარი, ანუ აი ძირითადად რა კვლევები ტარდება გულის პათოლოგიის გამოსავლენად და აი კვლევები ჩამოგვითვალე და თითოეულ მათგანს რა დანიშნულება აქვს და რა ინფორმაციას გვაძლევს. ეხლა გულის პათოლოგიები მოგეხსენება ძალიან ბევრია. ხო. დაწყებული თქვა ისემიური პროცესებიდან დაწყებული მანკებით დამთავრებული, ხო? ძალიან ბევრი არითმიები ყველა ერთ-ერთი რთული დარგია არითმოლოგია, საერთოდ გულის მიმდინარეობაში, ხო? კვლევები უამრავია. Ну, პირველი, ეხლა ძალიან ფართოდ ეხლა მოსახლეობაშიც ხშირად გამიგია, რომ კარდიოგრამას ვიღა იღებსო იქ რა უნდა გამოჩნდესო და რა უნდა იყოს. ხო, მეც გამიგია. თუმცა ეს ასე არ არის. არ არის ასე, იმიტომ რომ კარდიოგრამა არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი, პირველი საწყისი, პირველი რგოლი, რომელიც იწყებს რა ხდება გულში. ეს გამტარი სისტემა იქნება, ისემიური პროცესი იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას მოსდევს შემდეგ უკვე ეხოსკოპიური კვლევები, მოსდევს ენდოსკოპიური კვლევები, შენხარჩევი ბატონი, ინვაზიური კვლევები მოსდევს მას და ასე შემდეგ. კარგი, ენდოსკოპიური კვლევა რომელია? განუმარტოთ ჩვენ ენდოსკოპია მაგალითად საღლაპავში და ეხოსკოპია, სადაც ჩვენ ვეძებთ იქ ანთებით კერებს. ანუ ეგრეთ წოდებული ზონდის გადაყლაპვა, ტრანსეზოფაგური ექსპლორაციით, აი მაგას ქვია ესეთი. და რას ვეძებთ მაგით? რას ვეძებთ და ვეძებთ შეიძლება გულის ღრუში არ იყოს ტრომბული მასები, არ იყოს ანთებითი პროცესები, არ იყოს სარქლოვანი პათოლოგია და ასე შემდეგ. აჰა, ულტრაბგერით? ულტრაბგერით ზოგადად ვაფასებთ კუმშვადობას, განდევნის ფრაქციას, ასევე სარქლოვან
სარქლოვან აპარატს ვაფასებთ, აორტის სარქლოს ვაფასებთ და ჰიპერტროფია, დილატაციური მიოპათია თუ ასე ძალიან ხა შენ მე რა მითხარ. არის ინვაზიური კიდე როცა ინვაზიური ხო? კაი ეგრეთ წოდებული კორონაროგრაფიას რო ვეძახით. თორსა ვაფასებთ გულის კორონარების მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რომლის დაზიანებას და რომლის სტენოზიც და დახშობაც იწვევს გულის იშემი და ინფარქტს იწვევს. კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია, ხო, რომელიც შენ მე დამინიშნე და მე გავაკეთე ეს კვლევა. აი გულის კატეგორიულობას რო ეძახე ხო, ეგრეთ წოდებული გულის კატე. გულის კატე, გულის MRI თუ გინდა. ქვია ეს გულის კორონარების ანგიოგრაფიას ეძახიან, კატე ანგიოგრაფიას ეძახიან. ამ შემთხვევაში ის ფასდება ჩვეულებრივად სიზარღვები ფასდება, მაგრამ ამის მინუსი ის არის, რომ თუ ექიმმა შეამჩნია იქ რაღაცა პროცესი არის, მაინც ინვაზია გვჭირდება. რატომ იცით? იმ მომენტში ჩვენ თუ სტენტირება ჭირდება ადამიანს, ახლა სტენტირება რა არის? კატეთი ვერ გავაკეთებ. კატეთი ახლა ხელახლა უნდა იმდენ, უკვე იქ კათეტერით უნდა შეხვიდე, შეიტანო სტენტი და ჩასვა იმ დაზიანებულ ადგილზე, სადაც არის და ეს უბრალოდ მიმოხილვითია, მაგრამ ნახე როგორ არის ჩემთან მე მაგალითად მაგას ხანდახან უფრო ვცვლი ხოლმე დატვირთვის ტესტით. დატვირთვის ტესტი კარგი ხო აი მოგვიყევ უნდა მეკითხა მე და კარგია რომ შენით დაიწყე. დატვირთვის ტესტი, ფიზიკური დატვირთვის ტესტი ეს ძალიან კაი კვლევა, მაგრამ ცოტა უფრო ისეთი სახიფათო კვლევაც არის. იცით ხანდახან ხშირად მქონია შემთხვევები, რომ გამოუგზავნია ადამიანს არა ეხოსკოპია, არა კარდიოგრაფია დაპირ მოუთხოვია რომ დატვირთვის პირდაპირ არ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევები ყოფილა რომ დატვირთვის ტესტზე შეუძლოდ გამختარა. პაციენტი კვლევის პროცესში და მაინც ესეთი საფრთხილოა რა და დატვირთვის ტესტი პრინციპში უნდა შეიყვანო ისეთი სადაც უფრო დარწმუნებული ხარ რომ აქ არ უნდა იყოს იშემიის პროცესი სადაც უფრო ფიქრობ რომ არ უნდა იყოს მაგრამ შეიძლება რაღაც 1%-ში 2%-ში ფიქრობ და ამიტომ მაინც ესეთი კვლევაა რა იტვირთება გული და თუ იქ იშემია მიდის შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენო ადამიანს და ამას ცulis აი ეს კატე კორონაროგრაფია შედიხარ შვიდად წყნარად გადაიღე და ინფორმაციასაც მეწყებულობ იმ სიზარღვების შესახებ ყველა. იქ მაინც ვარაუდების იმაზე ხარ კარდიოგრამის ცვლილებაზე. აი, ვიცი რა არის ცოტა გაუგებარი, ანუ კატე კორონაროგრაფია დატვირთვის ტესტი, ანუ რაღაცნაირად ვერ ვაკავშირებ რა, ხო ხტები? ანუ იქ იტვირთება გული, ანუ კი, იქ იტვირთება გული. ბილიკზე დადიხარ, ეს ბილიკი მე აღმართი ხდება. ეს რატომ არის? იცი რატომ იტვირთად გულს, რომ მაქსიმალურად იტვირთება გული, მაქსიმალურად ადის გულისცემის სიხშირე და აი ამ გულისცემის ხშირეზე თუ არ გამოვლინდა იშემი პროცესი, იქ კარდიოგრამის მიხედვით იცვლება ეს, ხო? ანუ დეპრესია უნდა წავიდეს, ან ელევაცია უნდა მოხდეს, ან რაღაცა, ამეთი ფასდება რომ იშემიური პროცესები. და იქ როცა კატე იქ პირდაპირ უყურებს ხილვადია და რა თქმა უნდა სუბიექტურია ეს იცით, ვიღაცამ შეიძლება შეაფასოს 50%-ით სტენოზი და ვიღაცამ შეიძლება 60-ით და ეს უფრო ისა, მაგრამ მაინც უფრო მე მიმაჩნია რომ მაინც უფრო სწორია გულის იშემიური დაავადების დიფერენციას კორონაროგრაფია. ხო რა, მე ფიქრობ რომ უფრო ალბათ კორონაროგრაფია რა. ახლა მე უნდა გკითხო აი ყველას თანდასწრებით, მე რომ აქვს პირველი ხარისხის პროლაფსი. ან თქვენ დამისვით ეგ დიაგნოზი. ხო, აი მომ ხა რამდენად საშიშია და რა არის პროლაფსი? მოდი ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირია და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პირველი ხარისხი არ გახდეს მეორე, მესამე და მეოთხე და ასე შემდეგ. ეხლა როგორ არის იცით პროლაფსი ხო ესე ამბობენ ხანდახან პაციენტებს ძალიან ეშინიათ ხოლმე მაგრამ ისეთი კი ყურად საღებია მე აღარ მეშინია შენ დამაწყნარი ხო ხარისხსაც გააჩნია ხო რამდენ ეხლა პოპულარული ენაზე რო აუხსნათ რა პროლაფსი მინდა რომ ახსნა სარქლოვანი აპარატი ხო მუშაობს სარქლოვანი აპარატის დანიშნულება ის არის რომ პარკუჭებს შორის შექმნას ჰერმეტიული მდგომარეობა რომ სისხლი ერთმანეთში არ გადავიდეს და გულმა იმუშაოს ჰარმონიულად ხო და როდესაც ჰერმეტულობა ირღვევა და ეს სარქლოვანი აპარატის დაზიანება ხდება ჰერმეტული ირღვევა ამ დროს და ამ დროს მე რაღაც იწყება სხვადასხვა პროცესები გული შეიძლება ჰიპერტროფიად ეს შორს აგვიყვანს და ამ დროს ერთ-ერთი ფაქტორი არის აი ეს პროლაფსი არის სარქლოვანი აპარატის და თვითონ აფრების შეზნექვა ქვია აი ეს ოდნავ რომ შეიზნექება და ამ შეზნექვას ახლა მოსახლეობისთვის ესე ახსნადერო იყოს ხო და ნახეთ აი ესე ხო არის თქვა თუ შეიზნიქა აი ოდნავ შეიძლება დაშორდეს სარქლები ერთმანეთს და უკვე შეიძლება ჰერმეტულობა დაირღვეს და სისხლი უკვე პარკუჭიდან გადავიდეს წინაგულში და ასე აღრევა მოხდეს და ფიქრობენ რომ აი ამ პროლაფსის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მაგნიუმის იონები და ამით ხანდახან შეიძლება მაგნიუმის იონებითაც გავასწოროთ განსაკუთრებით პროლაფსი ეს პირველი ხარისხის ხდება უფრო აი მაღალ ადამიანებში და გამხდარ ადამიანებში როცა
ეს არის და ეს არ მიიჩნევა. თუ ძალიან გააჩნია ახლა იქ პროლაპსი რა ხარისხისაა და რა დონისაა, თუ ის არის ძალიან მე-3-4 ხარისხის, იქ შეიძლება ან ქორდის წვეტა რაღაცა მოხდა, იქ შეიძლება უკვე ოპერაციული ჩარევაც გახდეს საჭირო, მაგრამ ახლა პირველ ხარისზე ამაზე ხანდახან 10 კი წერენ ხოლმე პროლაპს. უბრალოდ მე თუ დაწერა მე დამეტაკეთ და დამიწერეთ და იმიტომ დაგიწერეთ რომ ხა პრესტიჟულია რომ აი ჩვენ ვიცით ეს და აღმოაჩინეთ და მაგრამ შეიძლება ზოგადად არ დაწერენ და არ შეაშინოს პაციენტი. ხანდახან პაციენტი მე ფსიქოლოგიურად გონია რომ რაღაცა სასწაული ჭირს და ხა პირველ ხარისხზე მე არითვლება. უბრალოდ რა თქმა უნდა უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს შემდგომ არ წავიდეს. ხო და რა ვქნათ ჩვენ აი მე როგორ უნდა მოვიქცე რომ მეორე ხარისხში არ გადავიდეს მესამეში. უნდა იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს არის ვირბინო ფეხით ვიარო. ხო, ყველაფერი ესეთ გააკეთო არა ალკოჰოლი, არა სიგარეტი, ალკოჰოლი ზომიერად, მაგრამ სიგარეტს არ ვეწევი 24 წელია. ძალიან დიდი პლუსია. იქ ისე ასეთვე ვირუსული ინფექციური დაავადებებთანაც შეიძლება ამ მოახდინოს პროვოცირება. რა თქმა უნდა, ეგ ინფექციური დაავადებები არის პირველი მტერი. მაგისგან ვინ არის მაგისგან დაცულია ხო, მაგრამ მაგათაც რო ნახავ, თქვა მეგობარს გაციებული არ უნდა გადაკოცნო და უნდა მოერიდო რა, რომ შეაუნდა თქვა იცი რა მე არ მეშინია და მაინც გადაკოცნო. ხო, არა, რა თქმა უნდა. ხო, ესეთი რა. პირბადე, ხო, პირბადესაც თავისი ისენია. თავის წესებია ყველაფერს. იმ პირბადესაც გაკეთება და ყველაფერს თავისი წესია. წამლის მიღებას ხო თავისი წესია და პირბადეც ეგრეა. იმასაც თავის გაკეთების და მოხსნის ყველაფერს წესები უნდა დათვალო. შენ ახლა როგორი კარდიოლოგი ხარ? მე ვიცი რომ ბევრი წამლების დანიშვნა მაინდა-მაინც არ გიყვარს. ანუ შენგან ასე მე ვინც გამომიგზავნია, ჩემი ოჯახის წევრი იქნებოდა, მეგობარი იქნებოდა თუ ისე უცნობი პაციენტი, აი ასე ჩამოწერილი უამრავი წამლით შენგან არავინ გამოსულა და აბა გითხარი ერთი როგორი ექიმი ხარ და როგორი კალიგრაფია გაქვს? ო მაგ პროცესი პრობლემაა რა. ექიმებს არ მე თვითონ ხანდახან ჩემ თავზეც ეს ექიმები როგორ წერენ მე, იმიტომ რომ ბოლოს უკვე გადაღლილი რო ხარ და უკვე მე რამდენი პაციენტი შემოდის და წერისგანაც რო გადაღლილი ხარ, წარგი გონებრივად ხო ისა და მაგრამ რა თქმა უნდა ექიმი უნდა წერდეს. მე თვითონ მინახია ექიმის ხელწერა რომ ვერ გამირჩევია. ხო. ჩემ ხელწერას არ აუშავს. მაინც იტანენ რა, პაციენტებიც არჩევენ და ნუ აფთიაქშიც. აფთიაქშიც რო ანახებენ. ეხლა ძირითადად ხო იცი უკვე ბეჭდვითი შემოვიდა რეცეპტები და ბეჭდვით რეცეპტი უკვე პრობლემა აღარ არის და ყველა კითხულობს უკვე მაგას. ხო, კარგი, არითმია ახსენე შენ. ხო, არითმია საკმაოდ რთული დარგია. არითმოლოგია ზოგადად ცალკე გაყოფილია. მე ასე ფიქრობ. არ ვიცი არითმოლოგები როგორ დამეთანხმებიან. ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები არიან ყველა. რომ ნებისმიერმა კარდიოლოგმა უნდა მართოს არითმია. კარდიოლოგმა უნდა მართოს. აი უკვე როდესაც საქმე მიდის ისეთ თემებთან როგორიცაა თქვა აბლაცია, თქვა იქ სტიმულატორის ჩაყენება, თქვა პეისმეიკერის და ასე შემდეგ. ეს უკვე არითმოლოგის თემაა და არითმოლოგია და ეგრეც არის ხოლმე ხა ბევრ არითმოლოგს მე უთქვიათ ძალიან ბევრ ცნობილ არითმოლოგს და აი ეს ხო გავაკეთეთ თქვა ეს აბლაცია გავაკეთეთ ვერ გავაკეთეთ ახლა გააგრძელეთ ისე თქვენ კარდიოლოგთან ასე თქვა ურთიერთობა და მკურნალობა და საკმაოდ ისეთი მიზეზი რა არის ამ არითმიის? უამრავი ხო? უამრავი მაგის მიზეზი. აი წამყვანი მაგალითად ყველაზე ხშირი მაგალითად. ისე მიუძავდება. არითმია ასოცირებული გულის პათოლოგიებთან ეს ყველაზე საშიშია. როცა არითმია გულის პათოლოგია ასოცირდება, მაგრამ არის არითმიები, რომელიც არ არის გულისთან ასოცირებული და არის მაგალითად კუჭნაწლავის ტრაქტიდან გამომდინარე, ფარისების ჯირკვლიდან გამომდინარე, ხო? ესენიც მეტნაკლებად თითქმის არ არის საშიში. არის კიდე ისეთი არითმიები, მე საერთოდ ასე ვეუბნები ხოლმე პაციენტს, აი პოპულარულ ენაზე. არსებობს ორი დიდ ჯგუფად დავყოთ არითმიები, არის მკვლელი არითმიები და არის ისეთი არითმიები, რომელიც აწუხებს ადამიანს, მაგრამ არ მოკლავს, მაგრამ შემაწუხებელია რა, ესეთი არითმიები. მკვლელი არითმიები ძირითადად აღმოცენდება გულის ორგანული დაავადების დროს. ეს არის მიოკარდიის ინფარქტი, ეს იქნება მაგალითად ისა რა ქვია გულის ჰიპერტროფიული დილატაციური მიოპათიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სარქლოვანი დაზიანებები და ვანკები და ასე შემდეგ. ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც შემაწუხებელია, შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული გულის დაავადებასთან, შეიძლება სხვა ტრაქტთან იყოს დამოკიდებული, სხვა ორგანულ სისტემასთან იყოს დაკავშირებული, რომელიც იყოს შემაწუხებელი, მაგრამ არა ფატალური შედეგებით არ მთავრდება ეს შემთხვევები. არის კიდე იდიოპათიური, რომელიც საერთოდ ვერაფერს ვერ უკავშირებენ, რომ რატო შეიძლება არის, ხო? მედიცინაში არის ესეთი. ანუ ეგ რა მომენტია არის და იყოს? არა. არითმიაზე თუ ეს არითმიები, რომ არამკვლელი არითმია იყოს და არის და იყოს? ხო, არა, უბრალოდ ადამიანს უნდა
აუხსნათ რომ ის არა ადამიანი რატომ მოდის შეშინებული მოდის რომ ვაიმე რამე არ მიქნას იმიტომ გაუგია რომ არითმიისგან ის არის ესეთი სახე არითმიების მაგალითად ფიბრილაცია რომელიც ფეტალურად თავდება ხოლმე და ეშინია რომ მეც რამე არ მომივიდეს სუბიექტურადაც არითმია იწვევს ხანდახან ძალიან ცუდ შეგზებას აი თავრუს ხვევას გულის რა თქვია ფრიალს აქ რაღაც მოჭერეს და რაღაცებს და ამისი ეშინია ადამიანს და ექიმა უნდა აუხსნას რომ რა არის საშიში და რა არ არის საშიში მაგრამ ამ არითმიასაც რომელიც თუნდაც არ არის საშიში ხო იმას მართვა უნდა და იმასაც უნდა მკურნალობა და იმასაც უნდა იმიტომ აწუხებს ადამიანს და ექიმა როგორმე უნდა დაეხმაროს მაგრამ ის არის ერთი კარგი ის რომ ექიმიც მშვიდად არის რომ ეს არითმია არ გამოიწვევს ისეთ სასწაულს და საშინელ და ფატალურ შედეგებს რომელიც მეორე სახის არითმია რომელიც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას და თვით სიცოცხლესაც კი რა. ხო, თუმცა ეს არამკვლელი ეგრეთ წოდებული არამკვლელი არითმიაც საკმაოდ დისკომფორტი მოაქვს, რა თქმა უნდა, კი, ახლა არსებობს ერთ-ერთი სახე კიდე არის მაგალითად მოცემცემი არითმია. ეს საკმაოდ სერიოზული არითმია. ისინი ინსულტამდე შეიძლება მივიდეს. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს კი შეიძლება არ კლავს ადამიანს, მაგრამ შეიძლება ისეთი გართულება თუ არ მართე, თუ არ მიხედე, თუ არ რაღაცა ისა, რა თქმა უნდა, მერე უკვე ესა. აი ეს კვლელი არითმიები ძირითადად რომელიც მივახცენ. აი შეიძლება აღმოცენდეს გულის მწვავე დაავადების დროს და მალევე მოახდინოს თავი შედეგი, ცუდი შედეგი და ის რომელიც მე დროში იწელება რაღაცა, იმის მართვა მე კიდე შეიძლება. არის 1000 მეთოდი მოიგა. კარდიოლოგია ნევროლოგიასთან შედარებით უფრო მეტად განვითარდა მსოფლიოში ვიდრე ნევროლოგია და უფრო ისიც მინდა გითხრათ, რომ საქართველოში კარდიოლოგია არის ძალიან მაღალ დონეზე რა. სოფლიო დონეზე ერთადერთი რაც ქართველებს ახლა ნევროლოგები რო იყვნენ აქ შეგეკამათებოდნენ არა ხო შეიძლება ხო კი ბატონო მაგრამ კარდიოლოგიამ დიდი ნახტომი გააკეთა ნევროლოგია ძალიან რთულია რა არა ერთ ძალიან დიდი ისეთი ნევროლოგი იყო ლიხტერმანი ლეონიდ ლიხტერმანი რომელსაც აი რავი პეტერ დუსის ნაშრომები აქვს ნათარგმნი და მე მქონდა ბედნიერება რომ რამდენჯერმე შევხვედროდი და ის თვითონ ეს ნევროლოგი ამბობდა რომ ანუ უღრანი ტყეაო ნევროლოგია მიუხედავად იმისა რომ ასე განვითარდა დიაგნოსტიკა ტექნოლოგიების ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ ახლა მაინც აი რაღაც დოზით ნევროლოგია უღრან ტყეთ რჩებაო მარტივად შევადაროთ გულის გადანერგვა შეიძლება ტვინის არა ვერანაი ვერანაი აი ეს ხო მესმის რასაც ამბობ გიორგი გულის უკმარისობა ასევე საკმაოდ ხშირი და საკმაოდ სერიოზული დაავადებაა პრობლემურია რა თქმა უნდა ხო აი რა არის რა მიზეზები აქვს და როგორ მართავთ ამას ამას მართავთ ახლა ესეც გულის უკმარისობა ერთ-ერთი გართულებაა ხო გულის პათოლოგიისა გულის ისემიური დაავადებისა შეიძლება იყოს გართულება და ამას მართვა უნდა მედიკამენტოზური მართვა უნდა და თუმცა ახლა გააჩნია გულის უკმარისობის პარალელურად კიდე რა პროცესები არითმია მიდის მოყვება ამას არ მოყვება და შესაბამისად მართავთ რა თქმა უნდა მოწესრიგებული უნდა იყოს არტერიული წნევა მოწესრიგებული უნდა იყოს პულსი და ყველა განტვირთული უნდა იყოს პაციენტი ამას ვადგენთ ჩვენ შესაბამისი კვლევებით რა და მედიკამენტოზურად მართავთ ჩვენ ამ პროცესს. ეს ანუ ხანგრძლივად და ეს ქრონიკული პროცესია. ეს ქრონიკული პროცესია. გულის უკმარისობა არსებობს კიდე დაბალი განდევნით მიმდინარე გულის უკმარისობები, არსებობს მაღალი ნორმალური განდევნის ფრაქციით მიმდინარე უკმარისობები, რომელიც უფრო სახიფათოა და უფრო არასასურველია და უფრო მეტად შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს. აი ეს განდევნის ფრაქცია რა არის? მოგვიყევი რა. არაფერი კუმშადო როგორ რა ძალით გადაისვრის სისხლს ორგანიზმში და როგორ ამარაგებს სისხლით მარაგდება სისხლით ორგანიზმი, ხო? რაც უფრო კარგად შეიკუმშება გული და ანუ ტუმბოს ფუნქციას კარგად შეასრულებს, ესე იგი კარგად მარაგდება. როგორც კი ტუმბოს დააკლდება ძალა და ის ვეღარ გადაისვა ის სისხლი, ხო? ორგანომდე რა თქმა უნდა ის ორგანო ვეღარ იმუშავებს და იმასაც პრობლემები შეექმნება ისემერი. მე ხო ვახსენე რომ ისემერი პროცესები არ არის აუცილებელი გულში ჩვენ ინფარქტი რო გაგვიგვია, ინფარქტი გონია რომ მარტო გულია, ასოცირდება ადამიანის იმაში აზროვნებაში, მაგრამ ინფარქტი შეიძლება ტვინისაც იყოს, მოგეხსენება შეიძლება ფილტვის იყოს და გვიძლის და ნებისმიერი. ანუ ინფარქტი ის, როდესაც მიმოქცევა მოშლილია და ნეკროზდება ქსოვილი იმ ადგილზე. ერთხელ ვახსოვს შენ მომიყევი ესეთი რაღაც რომ თუ არ ვწდები იაპონელების კვლევა იყო ხო რომ ადამიანიო რომ იბადებაო უკვე გენეტიკურ კოდში უდევს გული რამდენჯერ უნდა შეიკუმშოსო ხო აი ეს ძალიან საინტერესოა ხო ესეც კვლევების თემა რაც არ უნდა ჯანმრთელი იყო ანუ ის რაც კოდში დევს რომ შეიკუმშება იმდენჯერ გული გაჩერდებაო აუ რაღაც საინტერესო ამბავია ეს ეხლა ნახეთ როგორ არის შემომთარი ბევრი რამე იწერება დღეს სოფლიოში
ხო. ეხლა როგორ იყო იცი ძველად თუ კაი რამეს დაწერდი, ხო? უნდა დაგეწერა მართლა ძალიან კაი რამე და რატომ? მაშინ სანამდე ქაღალდს მოიგონებდნენ. იმიტომ რომ კონსტანტინ გამსახურდასაც ახსენები თავის მაშინ რომ იმიტომ რომ რუსთაველის პოემა მაგალითად იმიტომ იყო მაგარი და იმიტომ დაიბეჭდა თუ გამოვიდა და დაიწერა რომ მაშინ ქაღალდი არ იყო და იმისთვის ეს წიგნად გამოეცათ ის ხო ტყავზე იწერებოდა ერთი ჯოგი უნდა გაეწყვიტათ იმისი ძროხების და ეხლა ერთი სისულელეს გულისთვის არ დაწერდნენ ხო მაგას მე მოვიდა ქაღალდი იმ ქაღალდმა კიდე 1000 ზოგმა ბევრი კარგი დაწერა ზოგმა ეს ახლა ინტერნეტია და აღარც ქაღალდი უნდა არაფერი ახლა ყველაფერი იწერება როგორც უნდა და კვლევით ეხლა სამედიცინო სფეროში ბევრი რაღაცა იწერება კარგი ბევრი სწორი ზოგი არასწორი ზოგი მართალი ზოგი ტყუილი მაგრამ ნუ მოსახლეობა ახლა ჩვენ შეიძლება დღეში იმდენი ინფორმაცია მივიღოთ, ხო? რაც შეიძლება თქვათ ჰიპოკრატეს მიიღო 5 წელიწადში. იმდენი ინფორმაცია რომ ჩვენ დღეში იმდენი ერთ დღეში, ხო, რომ რაც შეიძლება ჰიპოკრატეს ეს მიიღო, მაგრამ ხო და ეს რატომ მოაყოლე? ხო და ესეთი არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ყველა ორგანოს აქვს თავისი მუშაობის ზღვარი. აი მაგალითად არის მაგალითად რომ გულს აქვს სიტყვაზე ამდენი მილიარდი დარღვეს ეს ამდენ მილიარდჯერ უნდა შეიკუმშოს, ხო? და შეიკუმშება და всё, ის შეიძლება შეკუმშვა. ანუ კოდში გვიდევს. კოდში გვიდევს, თქო თქვას, ვიღაცას აქვს სიტყვაზე 100.000, ვიღაცას 50.000, ვიღაცას მილიონი. ეს ფიგურულად. ხო და ვინც დროზე მალე ამოწურავს ამას, ის გული ასე ვთქვათ ჩერდება. იგივეა მაგალითად აი ქალებში აი ციკლის თემა რო არის, ხო? მენსტრუალური ციკლის იქ ხო საშუალოდ არის 400 ის არის, ხო? იმის მერე ფაქტიურად ზოგს ხა ცოტა მე, მაგრამ ამთავრებს მე ეს საკვერცხე თავის მუშაობას. კოდირებულია ეს, სამდენი უნდა იყოს. აი მაგალითად დიაბეტის შემთხვევაში, აი ძალიან გამეცემა ხოლმე რომ აიო შეძენილიაო დიაბეტიო და ესო გენეტიკური არ არისო და ამ დროს ახდება იცი, აი გენეტიკაში უდევს რა ჩვენ რო ვიცით რომ თქვა მის წინაპარს ქონდა დიაბეტი, ჩვენ არ ვიცით რომ მას წინაპრიდან როგორი გენეტიკური კოდი გადაეცა. ანუ ამ პანკრეასმა უნდა იმუშაოს მაგალითად მთელი ცხოვრება რაც უნდა გააკეთოს ადამიანს სვას, ჭამოს, რა ვიცი, გადაიდიოს და მაინც უნდა იმუშაოს, ვიღაცისთვის თქვა სიტყვაზე უნდა გამოიმუშაოს 5 კილო ინსულინი, ვიღაცა 10 კილო. და აი ამას როგორ ამოწურავ, გააჩნია როგორ იცხოვ. შეიძლება ისე იცხოვრო რომ 100 წელი რომ ეს 5 კილო არ დაგეხარჯოს. ამას ახლა ვამბობ პოპულარულ ენაზე რომ ხო გასაგებია. ძალიან სწორად და შეიძლება ისე იცხოვრო ეს 5 კილო 30 წლის ასაკში ამოწურო და გამოჩნდეს დიაბეტი უკვე. ანუ და ჩვენ რო ვიცით რომ მის წინაპარს ქონდა, ჩვენ ხო არ ვიცით რომ ამდენი გადმოსცა იმ წინაპარმა. ამიტომ ვეუბნებით თუ აი თქვა დედას, მამას, ბებიას, ბაბუას ქონდა, მოდი რა შენ იცხოვრე ნორმალურად, ზომიერად, ეს გააკეთე, ესე გააკეთე, ეს შენი ინსულინი ამყოფინე რა. 100 წელამდე გაგზავნა. რაც მოგცა კოდმა შენმა გენეტიკურმა. ხო და მე სამწუხაროდ ეს და მე უკვე წამლებდი. ნახე, ანუ ესეთი ცოტა ისეთი უცნაური, ამავდროულად საინტერესო ამბავია. მე არ ვიცი ხა ეს კვლევა შენი მოყოლილი ვიცი. მე ამ კვლევას არ ვიცნობ, რაზეა დაფუძნებული, ამასაც არ ვიცნობ. ანუ ამ კვლევის მიხედვით რა გამოდის, რომ დაუშვათ პირობითად რო ვთქვათ, 2 მილიარდი შეკუმშვა მაქვს მე პირადად. ხო? ანუ მე რაც არ უნდა სწორად ვიცხოვრო, ვიკვებო, დინამიური ცხოვრების წესი მქონდეს, დაუშვათ ვიცურავო, არ მოვწიო, არ დავლიო, ასე შემდეგ ცხიმიანი არ ვჭამო, ამ 2 მილიარდს რო დაარტყავს გული, მაინც გაჩერდება? მაინც უნდა გაჩერდეს. ამ კვლევის მიხედვით ასეა. ხო, რომ მიაღწევს, მაგრამ ჩვენ ეს 2 მილიარდი რაც შეიძლება ნაკლები, მაგრამ 2 მილიარდი იმდენია, რომ სულ ისე იცხოვრო, მაგრა გეყოფა. კარგი, მაშინ ახლა შეხედე, მაშინ ამ შემთხვევაში ბრადიკარდია კარგია. ხო, მაგასია საქმე. ანუ რაც უფრო ნელა იშვიათად იკუმშება. პულსი დაახლოებით ნორმად ითვლება 50-დან 85-მდე. ხო. და იდეალური ნორმა არის 60-დან 70-ის ფარგლებში. აი ასე თუ იქნება ჩვენი გული, ჩათვალე რომ ის 100 წელი იცხოვროს კარგად. თუ რამე პათოლოგია არ დაემართება. მაშინ ამ კვლევით რა გამოდის? ნახე, მე თუ სპორტით ვარ დაკავებული, ანუ გული ხო მიჩხარდება და უფრო ხშირად ვხარჯავ იმ ჩემ რესურსს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ტელევიზორთან ზის მთელი დღე. და შერაგონია, ყველა დიდი სპორტსმენი ხო იცი რომ ინვალიდია საბოლოო ჯამში. ხო, ნუ ინვალიდი არა, მაგრამ პრობლემები აქვს. ხო, ნუ ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვეუბნები ჩემ პაციენტებს, აი მაგალითად შენ თუ გინდა რომ მაგალითად ჯამთელი იყო, ყველაზე კარგი ფიზიკური დატვირთვა არის სიარული და ცურვა. და ვარჯიშები, ფიზკულტურა, გამომხდენელი ვარჯიშები, ასე ვთქვათ. ფიზიკური კულტურა. ხო, მაგრამ შენ თუ ფიქრობ, რომ შენ უნდა გახდე მსოფლიო ჩემპიონი, შენ უნდა იშო ამითი ფული და მე უნდა იცხოვრო ამითი, ხო? მაშინ ძიმძიმეც უნდა აწიო, ისე რომ არა, იცოდე რომ ჯამთელობა შეგერყევა.
ამაზე ეს პროფესიონალური სპორტი და ფიზკულტურა სხვადასხვა რამე. ამიტომ სპორტსმენი, რომელიც ამთავრებს კარიერას, ის აუცილებლად ისე სპორტში უნდა იყოს მეტნაკლებად, ანუ დატვირთული, იმიტომ ანუ გააგრძელოს ხო? აი, სიმარტივით აგიხსნი რა. და გულის ბევრი ხა ჩემთანაც ბევრი ცნობილი პაციენტი იყო ესე და აი ნახე, ავიღოთ სპორტსმენი, რომელიც დატვირთვით მუშაობს, ხო? აი შვარცენეგერი ვარი, ხო? ხო ვარჯიშობს, კუნთები ხო ესდება, აი ესე გული წესია, გულიც ხო დატვირთულია და ის ჰიპერტროფიები ცოტა კუნთია გულიც, ხო? ისიც ესე ვიზა. რა თქმა უნდა. შვარცენეგერმა სიტყვაზე ვამბობ, რომ მიატოვოს საერთოდ ვარჯიში რაღაც დაიწყოს ჭამა რაღაცეები, ის კუნთი დაკარგავს თავისი მაჩამი და კუმშვადობას, იმას რა ქვია, ძალას, ასევე გულიც. აი გულის უკმარისობა საიდან ჩდება? უკვე ის კუმშვადობა დაეკიდება ტომარასავი და ცარიელი ტომაროა და ვეღარ გადაკაჩავს იმ და ვერ შეასრულებს ტუმბოს ფუნქციას. გამიგეთ? ამიტომ სპორტსმენი სულ ყოველთვის ტონუსში უნდა იყოს, რომ ამ გულმა არ განიცადოს ეს რაც მიჩვეულია, რასაც მიჩვეულია. ხო. და არ შეიცვალოს ფორმა და ამქიდან არ წამოვიდეს გულის უკმარისობა. ძირითადად სპორტსმენებს გულის უკმარისობა, აი როგორც მარადონას დაემართა მაგალითად. ხო, მარადონას სხვა პრობლემებიც ჰქონდა ახლა. იმან ბევრი რაღაცები აურდაურია მე. უდაო დიდი ფეხბურთელი. აი რადგან არა, ჩემთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელია მარადონა. თავის პატრიოტი მე მაგას ამიტომ ვაფასებ. მე ახლა არ ვაფასებ მის ქცევას, ზნეს და ჩვევებს, რა თქმა უნდა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოედანზე მისი დარი ჩემთვის არავინ არ იყო. მაგას დათქვამი აქვს, რომ ჩემთვის ნაკრებში თამაშია, სამშობლოზე ბრძოლა იყო. ბრძოლა იყო. რადგანაც ეს ვახსენეთ, მოდი ახლა ნარკოტიკებს ვერაუვლით გვერდს. ხო, სამწუხაროდ ესეც 21 და არა მარტო 21 საუკუნის დაავადება განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ხო? ეს გამახსენა გულისცემაზე. რემარკს აქვს კაი ნათქვამი. დაბადებიდან ყოველი გულისცემაო გვაახლოებსო სიკვდილსო. ხო, მაგარი ნათქვამია, რა? ხო. და ჩვენ არ ვიცით. თან რემარკმა იაპონელების კვლევა არ იცოდა მაშინ. აიცოდა. მაგრამ ნახე როგორია, ხო, საინტერესო რაღაცა არის რა, ეს ადამიანი შეიძლება ხო ყოფილა შემთხვევები. გენეტიკურია. უეცარ სიკვდილის გული. კი, ყველა განსაკუთრებით ახალგაზრდებში. 20 ეს გენეტიკურია ეს ყველაფერი და აი ხო გესმით რა რამდენად დასაფიქრებელია მაგრამ ეს რა თქმა უნდა მილიონში ერთია და ეს ხო რა თქმა უნდა ღმერთმა დაგვიფაროს ეგეთ რაღაცები. კარგი მოდი რადგანაც მივედით ახლა ნუ ნარკოტიკებამდე პრობლემა ხო ვიცით ხო სირაკლემასავით ხო არ ჩავყოფთ თავს ხო ქვიშაშია ხა პრობლემაა საქართველოშიც მათ შორის და ისევე როგორც მთელ სოფლიოში. აი ნარკოტიკმა რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გულსიზარღვთა სისტემას. ყველაფერი წუდი. რაც გულის შიშემივ დაავადება შეიძლება, გულის უკმარისობას და ყველაფერი რაც კი ხანდახან გამიგია ხოლმე, რომ წელიწადში ერთხელ კი უნდა გაიკეთო, იმიტომ რომ ისო წმინდავს ორგანიზმსა. მოსახლეობაში. ხო, მოსახლეობაში ხო იცით როგორ არის გავრცელებული რაღაცა, არასწორი ინფორმაციებია გავრცელებული და გონიათ ეს და მე ჩვენ ამ სტერეოტიპებს ექიმს უწევს ამ სტერეოტიპებს დამსხვრევა მე რომ არ არის ეს ასე და არ არის ეს ასე. ყველაფერი ცუდი შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკმა გულსიცოცხლე. სხვათა შორის ძალიან ბევრი მომხმარებელი გულის დაავადებითაც იღუპება. შენ ყოლია ესეთი პაციენტები? და აი როგორ მართავ მათ? ისევე მართავ, როგორც იმართება ჩვეულებრივი. მაგრამ იმ ძირითად პრობლემას როგორ ერევი? მაგას მე ვერ ვერევი. მაგას ერევიან სხვები უკვე, იმიტომ მას სხვა სპეციალისტები. ნარკოლოგები. რა თქმა უნდა, სხვა სპეციალისტები ჭირდება. მე ვებრძვი შედეგს. ამ შემთხვევაში შედეგს და ის მიზეზი უკვე არის ნარკოლოგების საქმე, ის რომ მოხსნან და ეს ისე მოხსნა, რომ ადამიანი დააბრუნონ ისევ საზოგადოებაში სრულფასოვანი. ხო. რა მითები გაგიგია გულის დაავადებაზე? აი ხა თქვი რომ აი დაუშვა წმინდავს ორგანიზმსო, ეს აბსოლუტურად სულელური მითი წელიწადში ერთხელ და ზოგადად აი გულსიზარღვთა დაავადებაზე რა ვიცი ხა თუ არ ვერ იხსენებ არც ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ აი რაღაც მითები ხა ყოველთვის არის, ხო? აი გული კუნთად გადამექცა მაგალითად. არა და გული ისედაც კუნთია. მე მოყვები ერთ შემთხვევაში ნამდვილ შემთხვევას მოყვები, რომელიც ამერიკაში მოხდა. ძალიან საინტერესო შემთხვევა. როგორ გადაარჩინა დედამ შვილი. მოკლედ ამ ბავშვს ჰქონდა ძალიან გულის დაავადება და ისეთი დაავადება ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ექვემდებარებოდა საბოლოო ჯამში გულის გადანერგვა. აჰა. სხვა ვარიანტი არ იყო. ხო და დედამის ხა უყურებს ამ ბავშვის მდგომარეობას და მივიდა ქირურგთან ამერიკაში და უთხრა რომ აი მე ჩემ გულს ვაძლევო, ჩემ შვილსო და გადაუნერგეთო და ეცხოვრესო და
ეხლა ქირურგმა უთხრა რომ გასაგებია ყველაფერია, მაგრამ რო არ გაამართლოს თქვენ მაგულმაო, თქვენ თქვენს დაიღუპებითო და თქვენი შვილიც დაიღუპებოდა, რა თქმა უნდა ვარი უთხრეს და ჩვენ კურნალობენ ექიმები, კურნალობენ თავის წამლებით ყველაფერით იქისა და მოკლედ ეს ბავშვი ძიმდება. და ხა გულის გადანეგვა ესე მარტივი ხო არ არის იქ 1000 წესები და ისინი დონორის მოძები მოძიება რავი ხო და ეს მთელი პრობლემებია მარტივი არ არის ყველა გულს ვერ მიიღებს ძალიან დიდი რიგებია მაგასთან და თან ყველა მე მაგი ვახსენო ერთად ყველა დონეზე ვართ საქართველოში კარდიოლოგიაში ძალიან მაღალ დონეზე ვართ სოფლიო დონეზე ვართ ჩვენ ერთადერთი რაც არ ხდება საქართველოში ეს არის გულის გადანეგვა თორე სხვა მხრივ არავის არ ჩამორჩება ქართული რატო არ ხდება ანუ კანონი უნდა მივიღოთ რომ შეიძლებოდეს რა თქმა უნდა იქ თავისი იურიდიული ესე ბევრი პრობლემებია ესე მარტივი ნიუანსებია და შეიძლება ეს კრიმინალურიც კი გახდეს და მაგაზე მე შემიძლია მოგიყვე კიდე ერთი კაი შემთხვევა. კაი, ეს მოვიდა მე ის შემთხვევა მე გაგახსენებ თუ რო დაგავიწყოს. ხო და მოკლედ ეს ბავშვი ცუდად ხდება და დედა უყურებს და გული უკვდება დედამისს, შვილს კარგავს. ხო და ერთ ჩვენი დღეს მოკიდა ხედი თავის შვილს, მივიდა თაიმ ქირურგთან და ხარაკერი გაიკეთა. მუცელი გამოიფაწრა დედამ და რომ მივარდნენ ახლა საშვილად ეწერა გულზე და ჩემი გული გადაუნერგეთ ჩემ შვილსო და გადაუნერგეთ და დღეს ის გოგო ცხოვრობს დედის გულით. ანუ თავი მოიკლა შვილის გულისთვის და გული მისცა დედამ შვილს და ის შვილი გაამართლა და ის შვილი ცხოვრობს დღეს დედის გულით. აი ეს არის დედაშვილობა. მეორე ისტორია? მეორე ისტორიას მე ცალკე მოგიყვები, იმიტომ ეს მაინც ესეთი მოსაყოლია. კაი, თუ ისეთი მოსაყოლია. ხო, ეს უკვე ექიმებში უნდა მე მომიტან. კარგი. ასაკობრივი ცვლილებები რაში, აი ჯამთელი ადამიანი. მაგრამ ასაკობრივი ცვლილებები ყველგან ხდება, ხო? თვალში სმენის ნერვი ბერდება, თვალი ბერდება, ხო იქ კატარა ბროლი ბერდება, ყველაფერი, ხო? აი ჯამთელ ადამიანს დაუშვათ ასაკთან ერთად რა პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს? არაფერი, სიზარღვიანი პრობლემა. ისევ და ისევ სიზარღვიანი. აი მაგალითად პაციენტი მეუბნება, რომ აი როდომდე უნდა ვსვა წნევის წამალი. ანტიხიპერტენზიის წამალი როდომდე უნდა ვსვა და მე უხსნი რომ აი ადამიანი რო ხანში შედის მეთქი იმას ხო ვეღარ გაახალგაზრდაებ მეთქი ხო გამორიცხულია მე ისევია სიზარღვიც მეთქი ის სიზარღვიც ხო მიყვება იმ ასაკს და იმას ხო ვერაფერს ვეღარ უზავ ამიტომ ჩვენ ამ წამლებით სულ უნდა მივიღოთ ეს წამლები რომ რაც შეიძლება შევამციროთ გულის და სიზარღვის დაზიანების დრო იმიტომ რომ დროს ვერაფერს ვერ უზავ ვერაფერს ვერ უზავ, იმიტომ რომ ვერც მოისყიდი, ვერც გაუბრაზდები, ვერც მოეფერები, დრო მიდის და დროსთან ერთადერთი დროსთან მებრძოლი არის ხელოვნდება. დაანჩენს ჩვენ დროს ვერც მედიკამენტი და ვერც ვერაფრით ვერ დაამარცხებთ ეს. მე შეგახსენებთ რომ თვალის კლინიკა Eyeline-ია, ჩვენი სპონსორი Eyeline, სადაც შეგიძლიათ სათვალე მოიხსნათ უპრობლემოთ და არა მარტო სათვალე მოიხსნათ, ბევრი პრობლემა მოაგვაროთ აბსოლუტურად უთქივნეულოდ და კომფორტულად და შეგახსენებთ იმასაც რომ YouTube არხზე გვიყურეთ, ჩვენ პანამის არხზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პოდკასტები, ამ შემთხვევაში გიორგი ბრეგაძესთან ერთად, კარდიოლოგი გიორგი ბრეგაძეა დღეს ჩემი სტუმარი. გულს ნუ ეხუმრები ეს ფრაზა საიდან გაჩნდა. ხო იცი, აი გულს ნუ ეხუმრები. ეს გაჩნდა ალბათ დიდი ხანია, არ ვიცი. იმიტომ რომ გული არის ძალიან მადლიერი ორგანო. თუ გულს კარგად მოიქცევი, ისე გემსახურება, ისე 100 წელს ისე გემსახურება და ვერც კაიგებ ამასი წლის გავლას. მოექცევი კარგად, მოგექცევა კარგად. არ მოექცევი და პრობლემებს შეგიძლია. მაგრამ ის წინასწარ გაგზნობთ და საერთოდ დღეს როგორ არის იცით? თუ დროზე მივედით ექიმთან არ გულით ფატალური შედეგი არ უნდა დადგეს. დროზე მისვლა ეს არის ძალიან მილიონში ერთი და ისეთი შემთხვევები, მაგრამ აი დროზე მისული პაციენტი ახლა ახალის მეთოდები რომ მოიგონეს 80-იან წლებში ფატალურად დამთავრებული შემთხვევები, იგივე შემთხვევები დღეს აბსოლუტურად კეთილსაიმედოდ მთავრდება. აი მე მყავს პაციენტი, რომლის მამაც აი ესე გარდაიცვალა ინფარქტით, იმიტომ რომ მაშინ არ იყო არ სტენტირება, არ კოლონოგრაფია ეს 80-იანების დასაწყისში და იგივე პრობლემით, ხო? ის კაცი გადარჩა, იმიტომ და სოციალია ბედნიერია და ასე ვთქვათ, სოფასო თავის შვილებთან და შვილიშვილებთან. იმიტომ რომ ეს მეთოდები არსებობს. ხო, ანუ დროზე მოდი აბსოლუტურად გეთანხმები. კარგი, მაშინ რა არის შეცდომებიც. აი არ გონიათ, როცა ატიპიური ტკივილებია. ხო.
აი ხან კუჭის ტკივილია, ხან ხელის ტკივილია, ხანდახან არ აქცევენ რა ყურადღებას იმდეს და ეს კუჭი ტკივა 3 დღე დადიან. აი მაგალითად აბდომინალური ფორმა, ანუ ინფარქტის, ხო? რატომ თავდება ძირითადად უფრო ფატალურად? რატომ? იმიტომ რომ ის კუჭი გონია ხან კუჭებს გამოირიცხავენ, ხან კუჭის წამას დალევენ, ხან კუჭის ექიმთან მივიდნენ, ხან ეს და არადა ინფარქტია მიდის და ამ დროი კარგება და ფაქტიურად თავდება მერე ოპერაციას. კარგი, აბსოლუტურად სწორი მესიჯი იყო, გეთანხმები, რომ დროულად აღმოვაჩინოთ, დროზე მოდით, მაშინ გითხარი, რას მივაქციოთ ყურადღება, რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება და რა დროს შემოვკრათ ზარი, რომ აი კარდიოლოგთან უნდა მივიდე. საერთოდ გულის ტკივილი ისეთი ფენომენია, რომელიც ადამიანს თვითონ მიახვედრებს, რომ გულია ძირითადად ხდება. ადამიანი თვითონ შიში შეიპყრობს. ბევრჯერ უთქვამს პაციენტს, რომ აი ხდებოდიო, რომ გული იყო რა, ხან გეტკენება. ხო, ისე ამბობენ, რომ არც ერთი ორგანოს ტკივილი ისე არ გაშინებს, როგორც მაგას ჰიპოკრატეს სახეს ეძახიან, ხო, ჰიპოკრატეს სახე, ხო? ხო და ნახე როგორ არის პირველი სიმპტომი ეს არის ტკივილი. და განსაკუთრებით მოსახლეობას გონია რომ აი მარცხენა მხარეს ტკივილი კი რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტკივილი ეს არის კერდიძვლის უკან ტკივილი და გული ფაქტიურად შუაში დგას. ხო? ესე ყველას გონია რომ მარცხნივ დგას და ეს. რა თქმა უნდა, ეს ტკივილი და ტკივილთან ერთად ასოცირებული თუ არის ახლა კიდე ჰაერის უკმარისობა, ადვილად აღლა და ეს აუცილებლად უნდა მიემართოს ექიმს. აჩქარებული პულსი რამდენად საშიშია? აჩქარებული პულსი იმდენად საშიშია, თუ ის დაკავშირებულია გულის პათოლოგიასთან, საკმაოდ საშიშია, ხოლო თუ არ არის, ახლა შეიძლება ფარსები ჯირკვლის პრობლემა იყოს, შეიძლება ხო, მაგრამ მაინც უნდა მოვიდეთ, ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე მაქვს ასეთი აზრი. ნახე ჩემო ირაკლი, შენც ირაკლის მეძახი. შემოუთან ესა რა ქვია რომ თუ ადამიანს არაფერი არ აწუხებს, ხო? ხო. უნდა იცხოვროს ჯანსაღწევი და არ უნდა ექიმის შეწუხება არ უნდა, მაგრამ თუ რამემ შეაწუხა, ხო? აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ეხლა ნახე შეწუხება რასთვის? აი შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ 200 მაქვს ოცნევა, არაფერი არ მაწუხებსო და ექიმთან არ მივალო. არა მართლაც შეიძლება არ აწუხეს იმ მომენტში, მაგრამ 200 წნევა ატარებს წნევას და არა. ეს უკვე შეწუხება და უნდა მიმართო ექიმს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არა, თუ გაქვს 120 წნევა, პულსი 60-70 გაქვს, ჰაერის უკმარისობა არა გაქვს, ჯანმრთელი ხარ, არაფერი არ გაწუხებს, შაქარია, რა გინდა ექიმთან? იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ თუ წნევა წამოვიდა, რაღაც წამოვიდა და ჯერ ის არ გაწუხებს, მაინც უნდა მიხვიდე ექიმთან, რომ მე თუ შეგაწუხა ხანდახან მივდივარ დაგვიანებული ექიმთან. ამიტომ პირველივე სიმპტომებზე და ემაზე მაინც უნდა აი ეს ჰოლტერი რას აკეთებს? ჰოლტერი ძირითადად როცა ვიკვლევთ ჰოლტერით რას აკეთებს და რითმს ვადგენთ, რა რითმია? 24 საათიანი. 24 საათიანი არის, 48 საათიანიც, მეტიც 72-იანიც. ვადგენთ რითმის დარღვევა როგორია და ისემი პროცესები როგორია. ანუ შეიძლება ისემიც. ამ რამდენად ინფორმატიულია? საკმაოდ ინფორმატიულია. საკმაოდ ინფორმატიულია და ჩვენი არითმოლოგები, ჩვენი მეგობრები ძალიან ხშირად იყენებენ ამას და ძალიან დიდ ინფორმაციას ღებულობენ ამისგან, ჰოლტერისგან. ნახე, მე ამოვიწერე რამდენი სიტყვა, სადაც გული არის ნახსენები და თუ რამეს შენ მოგაფიქრდება, შენც დამეხმარა. გულადი მაგალითად. გულადი, კი. უგულო. კი, ბატონო. გულის ამრევი. ერთგული, გულისხმიერი, ხო. გულგრილი, ყველაფერი გულთან არის. გაგულის და გულთმისანი, ა? მე მგონი ადამიანი ყველაზე მეტად მაინც გულს აფასებს, არა? კი. გული ადამიანი ზოგადად ეხა გამახსენდა ეს არტურ ლაისცაკს ერთ-ერთი თავის მოგონებები, სადაც საქართველოსზე ხელი ჭოჭოს მეგობარი ხო იყო და იქ წერია ასეთი სათაურია საქართველოს გული. აჰა. ხო არ დაარქვა საქართველოს ტვინი ან საქართველოს თვალი, საქართველოს გული. და გული არის ორგანო, რომელიც მართავს კაცობრიობას რა. სიყვარულის ორგანოა გული. ხო და შეყვარებულების გულში რა ხდება ხოლმე? რატო ფანცქალებს, რატო ფარტხალებს გული? ერთი ძალიან ისეთი გოგო მე კაი გოგო იყო, ძალიან ლამაზი გოგოა, კაი გოგოა და ის მეუბნება რომ აიო საყვარელ ადამიანს რო ხედავ, აი გული მიჩქარდებაო და ხო ხარ უნდა უნკურნალო. მე უპასუხე, აი თუ არ აჩქარდა, მაშინ უნდა უნკურნალო გულს თორე. თუ აჩქარდა, მაგას აჯობია მე. საყვარელ ადამიანს თუ დაინახავ. ხო, უნდა აჩქარდეს, რა თქმა უნდა, ამას თავის. მაგ გულს არ უნდა უნკურნალო. ხო, გეთანხმები. კარგი, კიდე ესეთი მითია თუ რეალობაა, რომ ღორის გული ყველაზე ახლოს არის ადამიანის გულთან. ფიზიოლოგიურად კი, ესე ფიქრობენ. ანუ
აი ეს პარამეტრებით რო გამოიკვლიეს ეს გენეტიკურად დნმ-ით და იმითი, ყველაზე ახლოს ატომღაც აღმოჩნდა. თვალზეც ეგრეა. იგივე ღორის იმას იყენე მე კიდე პანკრეასის იმით რაღაც კვლევები ხო აქვს. მაგასაც ღორის იმას გენს ნერგავენ და საერთოდ ეს გენური ინჟინერია რაღაცები ხო არის და ძალიან მაგას იყენებენ ხოლმე. ხო, პირველი გადანერგვა მე მგონი ღორის გულის მოხდა. ხო, კი. და რამდენიმე საათი იცხოვრა, ხო? რამდენიმე საათი და მე სამხრეთ აფრიკაში ხო მოხდა იმან რო გადანერგა კეიპტაუნში. ხო. სტომატოლოგს რო გადაუნერგა. ხო, მაშინ უკვე წარმატებით მოხდა ეს გადანერგვა. მაგრამ ეხლა ხელოვნურ გულებზეც არის ლაპარაკი. აბა მოგვიყევი როგორ? არაფერი ეხლა ჯერ ეს ცოტა ისეთი რა, ჯაჯურებით ესეთი მოწყობლებები ახლა თლიანად გული არ იცვლება. ჩვენ ხო არაფერს არ ვამტკიცებთ, ჩვენ უბრალოდ ამბავს ყვებით, ხო? ეხლა ჯერ როგორ არის, ჯერ ნაწილობრივი იცვლება რაღაცა, ჯერ დავიწყოთ რომ ხელოვნური საფრთხეებიც არსებობს, უკვე ესეც უკვე ხელოვნური გულია ფაქტობრივად, მაგრამ კიდე არის დამხარე მოწყობლები პარკუჩის და ბოლოს მე მგონი იქამდე მივალთ და ამაზეც ფიქრობენ იაპონელები სხვათა შორის, თლიანად შეიცვლება გული. აბსოლუტურად იქნება სიტყვაზე სხვა მასალის. არა იმისი რა. და იმუშავებს? და იმუშავებს. ტომბოს რო შეასრულებს რა. ოღონდ რა თქმა უნდა წყარო ექნება ახლა ეს თავისი ელექტროლიტ წყარო ექნება. ხო, წყარო ჭირდება. წყარო ჭირდება. იმპულსი ჭირდება. ხო, და მაგას კი მაგი არა პრობლემა. მაგას მანქანები დადის ახლა 400 კილომეტრს ელექტრონით იცი რომ იაპონელები მოაგვარებენ მაგას. კი, კაცო. ხო. კარგი, ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი მიდის ფეხბურთში. ეხლა ამაზე დავანებოთ გულს ახლა თავი, ბევრი ვისაუბრეთ. ეხლა იმ სტადიონზე ძალიან ბევრი გული ჩქარდება, რო იცოდე. ხო, არა მარტო სტადიონზე, ტელეეკრანებთანაც ახლა ესპანეთის გულშემატკივრებს, მაგალითად, პორტუგალიის გულშემატკივრებს, თუ გინდა ჩემო ბატონო, კიდევ ვინა ნიდერლანდებისაც მეც ორჯერ ამიჩქარდა, ორჯერ რო გამითანაბრა იაპონიამ ორჯერ ამიჩქარდა. მე ნიდერლანდები ვარ. ნუ საქართველოს რა ყველა უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა. საქართველოს ხელშეუხებელი. რადგანაც ამ სოფლიოზე არ არის, მე ისევ ტრადიციულად ნიდერლანდებს დაუბრუნდი. მე ბავშვობიდან გულშემატკივრობდი გერმანიას და საფრანგეთს. ეგ ორი ნაკრები ხოცავდა სულ ერთმანეთს. ხო, და ორივეს აი ბრაზილიას ატომღაც არასდროს გულშემატკივრობდი. რატომ არ ვიცი. მიშელ პლატინი ხოა შენი საყვარელი ფეხბურთელი? პლატინი ჩემი იდეალია რა. ხო არა? პლატინი. ფრანგები ძალიან მიყვარს. და საერთოდ ჩემი საქართველოს მერე და ჩემი ქართული ქალაქების მერე პარიზი არის ჩემთვის. პარიზი არც არ მომბეზდება ეს რა ქვია, სიარული და ხეტია. ანუ ახლა ამ სოფლიოზე ფრანგების მხარეს ხარ თუ გერმანელების ეს გამაგებინე? ფრანგების. მაინც ფრანგების მხარეს ხარ, ხო? ეხლა თან ხვიჩა კვარაცხელიც ფაქტორია, იმიტომ რომ ხვიჩას მეგობრები თამაშობენ იქ. ხო, ხვიჩას მეგობრები პორტუგალიაშიც თამაშობენ. ხო, მაგრამ საფრანგეთი მაინც პირველ ადგილზეა ჩემთვის. ისედაც საფრანგეთი. კარგი. გიორგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო შენი სტუმრობა. მე ამაში დარწმუნებული ვიყავი და იმიტომაც დაგიძახე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმა ბევრი რამ გაიგო ახალი და მეც ბევრი რამ გავიგე. ახალი თავისი ესეთი ცოცხალი მაგალითებით, ნაღდი ისტორიებით, მოდი ასე ვთქვათ, გიორგი ბრეგაძე, კარდიოლოგი იყო დღეს ჩემი სტუმარი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კლინიკა აილაინი, თვალის კლინიკა აილაინია ჩემი სპონსორი, სადაც შეგიძლიათ სათვალე მოიხსნათ უპრობლემოდ და არა მარტო სათვალე მოიხსნათ, აბსოლუტურად ყველა პრობლემა დისკომფორტის გარეშე მოიშოროთ და ხო გვიყურეთ ჩვენს YouTube არხზე, პანამის ნაკრებმა კი წააგო განასთან, მაგრამ ჩვენ პანამის არხს მაინც უყურეთ. დიდი მადლობა, დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა ბატონო თორმაწოებისთვის და მე ვფიქრობ, რომ კარგი წამყვანი ბრძანდებით და საინტერესო კითხვების გაიხარეთ წარმატებები და მრავალი კარგი გადაცემა. მადლობა გიორგი.